იმდენჯერ გადავრჩი, შეუძლებელია მაგდენჯერ გადარჩე. Wow, come on! 2500 ჩემნაირი შეშლის მოძებნა არაფერი არ რეალურად რა ხო? შეიძლება ბრავო მელაძეს, მელაძე გამოდის მანქანიდან. წინ წარმოვიდგა ჩვენი მთელი მეგობრობა ამდენ წლიანი და მეთქი ხორება მესე მახეტიალა. ბედის ირონიაა, რომ შენ დაგემართა ის, რომ ნიკუშა გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევაში. ძალიან მძიმეა, წლები გადის და არ ჩატდება. დაანებეთ ქუჩას თავი. ქუჩაში ავტომობილის არასწორად მართვა კლავს. ბედის ირონია, იმიტომ გადარჩა, რომ ნიკუშა მოთხრა, რომ ხედები შეეკრათ მათ. ის უბედურება, რაც დაემართა, თვითონ აქვთ გადაღებული თავისი ხელით. ასეთი საშიშია და მაინც მოუწოდებ, რომ გახდნენ მრბოლელები. როცა რაღაცა არ იცი, იმის გაკეთება არ არის უსაფრთხო, მე თუმეტეს როცა საჭესთან ხარ, მე თვითონ ხო ვიცი რა გზა გამოვიარე. ეს გზა არასწორი გზა არის თავიდან ბოლომდე. მოგესალმებით, დღეს კიდევ ერთ ეპიზოდს გთავაზობთ პროფესიის შესახებ, რომელიც საკმაოდ რისკიანია. მელუდ მელაძეა ჩემი სტუმარი და ალბათ გამოიცნობთ რა პროფესიაზეც არის საუბარი, ავტომრბოლელი. მელუდ, გამარჯობა შენი. მელუდი და მე დიდი ხნის მეგობრები ვართ, ამიტომ თქვენობით არ ვისაუბრებთ, დღეს ცოტა არაორგანული იქნება. და პირველი შეკითხვა, მე კი ვიცი, მაგრამ საზოგადოებას მინდა რომ მოუყვე და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, ვინც აპირებენ ამ სპორტის სახეობაში მოსინჯონ ბედი და აქციონეს თავიანთ პროფესიად, როგორ მოხდი ამ გაუგებრობაში, გასაგებ გაუგებრობაში. მინდა ვთქვა, რომ მელუდი თავდადებლობის გარეშე არის საქართველოს ლეგენდა ამ სპორტის სახეობაში. თუ რამე შეიძლებოდა ყოფილიყო მოგებული, გაქვს მოგებული, თუ რამე წარმატება შეიძლებოდა მიგეღწია, გაქვს წარმატებას მიღწეული და უკვე ამ ლილო არენაზე და შენს უკვე საქმიანობაზე ამ მიმართულებით რომ ახალ თაობას ზრდი, ამაზე შემდეგ მოგვიანებით ვისაუბროთ უფრო. პირველი მაინტერესებს, აი რატო მოხდი, რატო გადაწყვიტე რომ გამختارიყავი ავტომრბოლელი. კარგი კითხვა. რატო გადავწყვიტე? ალბათ განგებამ რატო გადაწყვიტა, რომ გამختارიყავი, ეგ უფრო სწორი იქნებოდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ესე დავიბადე. მოდი ესე ვიტყვი. გვიან როგორ დაიბადე? სამშობიაროში დაიბადე. ნამდვილად. რაც ვიცით, ავტომობილი არაფერ შუაში არ არის. არის შუაში, იმიტომ რომ მთელი რაც კი ან ცნობიერება, რაც კი მოვიდა, რაც კი სიღრმეში შეიძლება რამე მახსოვდეს, თემა ეს იყო ჩემთვის რა. ანუ მეძინა მეღვიძა სიზმარი იყო, რეალობა იყო, თუ რა იყო, ანუ თემა მხოლოდ ეს იყო რა. სულ ანუ ბავშვობიდან სათამაშოების მარტო მანქანა იყო, გზები იყო, სულ აკვირდებოდი რატო თავდან ეჭქარში არ ხდებოდა, როგორ ხდებოდა, მაგრამ ამბავი ისა რომ უშუალოდ პროფესიულად ავტოსპორტში ხო 27 წლის ასაკში მოვედი. ო, საკმაოდ გვიან. კი, ანუ ცხოვრება მესე მახეტიალა, ყველაფერი ესე ორგანულად განვითარდა ჩემთვის. ქუჩის რბოლებით ვიყავი დაკავებული, იმიტომ რომ მაშინ ცუდი ბიჭი იყავი, მოკლედ რა. ძალიან ცუდი, მოდი ამასაც ვიტყვი, ანუ ცუდი ცოტა რბილი ნათქვამი ამ შემთხვევაში, მაგრამ მაშინ სხვა რეალობაც იყო რა. მაშინ არაფერი არ იყო, არც ინფორმაცია არსებობდა, არაფრის ავტოსპორტი რო არსებობდა. ახლა მოდი გაგაწყვეტინებ და მოუწოდოთ ახალგაზრდებს, რომ ქუჩის რბოლები არის ცუდი და ძალიან საშიში და ძალიან ცუდი ახალგაზრდებო, მეგობრებო, ჩემო თანატოლებოც ეს არ შეიძლება, თუ რამის დახარჯვა გინდათ თქვენი ენერგიის, მოდით აგერ მელუდმა შექმნა არაჩვეულებრივი ადგილი ლილო არენა, შეგიძლიათ ბოლომდე დაიხარჯოთ უსაფრთხოდ, გაუფრთხილდით თქვენ თავსას და გაუფრთხილდით საზოგადოებასაც, რომელიც ქუჩაში დადის და თქვენ შეიძლება საფრთხე შეუქმნათ მათ სიცოცხლეს. ხო და იმან მივიდიოდი ზუსტად, რომ გონებრივადაც არ ვიყავით, ანუ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი არ ვიყავით, მაშინ ჩვეულებრივი ვიკინგები ვიყავით, რომელსაც რაც კი რამე შეიძლებოდა გავკეთებინა, ვერაფრით ვერც გაერთობოდი მაშინ, ანუ ისეთი ეპოქა იყო, მანქანა
არსებობდა დაქოქვა შეიძლებოდა შესაბამისად ერთადერთი გასართობი იარაღიც მით უმეტეს თუ გამოგდიოდა მაგრამ იარაღი იყო ხო პოლიციელსაც 5 ლარს მიცემდი გაიშნიქს ეგრეთ წოდებულს და მორჩა ან პირიქით დევნა იყო გასართობი ან რაღაცა მსგავსი ანუ კი სულ ანუ ერთადერთი ის იყო რომ მეტი გასართობი არ იყო და თან მეორე მხარე უდევნია ჩემთვის კი რა თქმა უნდა პირიქით მაგით ვერთოვდი მივდიოდი რომ მოგვიყევი რა ეგეთი რამე ისტორია მაგ დევნასთან დაკავშირებული არ მინდა რომ მსგავს რაღაცები პოპულარული გახდეს იმიტომ რომ როგორც წესი არა ეხლა ვეღარც გახდება პოპულარული ნუ ან დევნის ესეთი ელემენტებიც იყო როგორ არა ეგრევე პოპულარული გახდება როგორც კი მაგას მოყვები მაგრამ ჯობია რომ არ მოყვე ხოლმე ეგეთ რაღაცა ანუ თუ დააკვირდი არსად არ ვყვები იმ ეპოქის დევნის ამბებს არა და ისე კარგად ჟღერს ხო თან ისე კარგად მახსოვს მე თონას რა რომ მაგრამ ამბავი ის იყო რომ იმდენჯერ გადავრჩი შეუძლებელია მაგდენჯერ გადარჩე ანუ შეუძლებელია რა უბრალოდ არ ვიცი როგორ ხდება ეგ გადარჩენის ამბავი რაღაცა ჩემი თეორია შევქმენი ამაზე რომ არსებობს რაღაცა ლიმიტები რამდენჯერ შეიძლება გაგიმართლოს და შენ არ იცი ოღონდ სად არის ეს ლიმიტი რა შეიძლება ერთი იქონდეს აი როგორც ლოტოს რო იღებ რა მე შენზე ნათქვამი მაქვს რომ 13 სიცოცხლე გატასავით და 9 დაგჭა კიდე ასე რომ კარგა ბლომად არის ასე რომ არ ინერვიულო არ შენ არც ოჯახის წევრებმა შენ 13 დაითვალე იმის მერე კიდე 33-მა ჩაიარა არა ოღონდ მართლა ეს მთავარი ესეთი ისენი შენი გადარჩენები არის ეგრე დავთვალე მე და კიდე 9 გაქვს ასე ლოგეშინი ნახე როგორ არის რა მაგიტო გადავედი იმ თეორიაზე რომ არ ვიცით რამდენია და როდის გათავდა ჯობია რომ არ გამოცადო როდის გათავდება როგორც თავისთავად კი რუსული რულეტივით არის რა არის თუ არა ტყვია არიცი ყველა შემდეგ ჯერზე ამიტომ მაგიტომაც ჩავუღრმავდა იმიტომაც შევქმენი ეს ლილო არენა რა რომ სადღაც ქუჩაში შეიძლება აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში უწყინარიდან ყველაზე ცუდ ტრაგედიამდე მიიყვანო აბსოლუტურად ამიტომ ჯობია რომ აგერ არის სივრცე მაშინ სივრცეებიც არ იყო არაფერი არ არსებობდა საერთოდ რა და ესეც ანუ ქუჩის ბოლა მომიყვანა საბოლოო ჯამში ანუ სულ მინდოდა ამ საქმით ყოფილიყავი პროფესიულად დაკავებული მაგრამ იმიტომ რომ ოჯახში მოჭიდავე უნდა რომ ყოფილიყავი გიჟივით ვარჯიშობდი დღეში 8 საათს შედეგებიც იცი როგორც გამოვასწრე მაგ შედეგზეც მოგვიყევი გითხარი ხო ნუ პირველი დამოუკიდებელი გახდა საქართველოს პირველი ოფიციალურად პირველი ევროპის ჩემპიონი ვარ მე დამოუკიდებელი საქართველოსდან შემდეგ ევროპის ჩემპიონატი ანუ სულ ორჯერ მოვიგე მსოფლიო მოვიგე ახალგაზრდებში მეორე ადგილზე გავედი დიდებში მსოფლიოზე და მე უბრალოდ ყველაფერმა ამან აზრი დაკარგა ანუ ფორმაში ვიყავი ახალგაზრდა ვიყავი მაგრამ 90-იანების გაგანია პერიოდი დაემთხვა და ნუ უბრალოდ თავი როგორ რაღაც უნდა გადაგვეჩინა რა ზონაში 15 კილოებში ხო ხო არა ანუ ქვემ სუბუქშიც არ ვიყავი სუბუქში ვიყავი ანუ 48 კილოც არის მე 52-ია მე 52-ში ვჭიდავდი თუ ეგეც გაინტერესებს საქართველოს ჩემპიონატს ერთი წონით მაღალში ვჭიდავდი ხოლმე 57-იც იყო ესეთი წონა შენ ჩემი შვილი ვიტო ხო ერთ ზონაში ხარ ხო ნუ ტრადეგრეც არ არის ხოლმე როცა უკვე ევროპაზე მსოფლიოზე ხარ იქ რა თქმა უნდა ყველა ქვეყანას თავის წარმომადგენელი ყავს და ესე მარტივი არ არის მარტივი ნამდვილად არ არის თან ჩატეწონას აქვს ერთი უდიდესი მინუსი რომ ძალიან სწრაფები არიან ანუ ელვის სწრაფად ხდება აბსოლუტურად ყველაფერი ანუ როგორც შეეწინააღმდეგო ამ სწრაფეს ძალიან რთულია რაიმეთი შეეწინააღმდეგო შენს თუ უზომოდ სწრაფი არ არის ისე სხვათა შორის ავტორ ბოლაშიც გეხმარება შენი წონა და ეს ის რა ქვია ფიზიკურად რო არ ხარ რაღაც ჩემნაირი დიდი მე მანქანაში ჩაჯდომა და გადმოსვლა მიჭირს და ეს ავტოსპორტში ის არის პლუსად ითვლება ხო როგორც ვიცი ავტოსპორტში ან მთელი ტექნოლოგიები თანამედროვე ტექნოლოგიები გაუმჯობესება სპორტქარების არის იმით რომ როგორ შეამსუბუქონ ანუ რაც უფრო ჩატეა მით უფრო კარგად ჩერდება მდგრადია მოსახვეში ასე შემდეგ ასე შემდეგ ანუ ნებისმიერი წონაა და ჩემ შემთხვევაში წარმოვიდგინე ხა მე და შენი სვაგოდ მე ხარ კიდე ხო ორნი რო იჯდეთ ორი მევლოდი რო იჯდეს მე რო ერთი ოზიო რა ეგ არის კი და ახლობებით ეგრეა და ნუ თან სასოცხლო სივრცე მანქანაში მეტი რჩება ანუ ჩემ შემთხვევაში ერთი შემთხვევა ისეთი მქონდა სპორტული ავტომობილისგან არაფერი აღარ დარჩა აბსოლუტურად იქიდან ხო იქიდან ანუ მე თვითონაც რო უყურებ ახლა ფოტოებს ანუ იქიდან როგორ გამოვძველი ცოცხალი ამას ვანახებ მაყურებელსაც სასწაულია ერთი შენი ფოტო მაქვს აგერ ამასთან დაკავშირებით ზუგდიდში რო აყირავდი და აფეთქდი
ონლაინ უყურებდი ამ რბოლას ვერ წამოვედი ზუგდიდში და ესე წამიერად გაჩერდა ჩემი თვალწინ წარმომიდგა ჩვენი მთელი მეგობრობა ამდენ წლიანი და მეთქი აი ეს ის არის იმ 13-დან რო არ და უცებ გადმოხვედი და ვითომ არაფერს კაიფერ ხო ნუ ანუ მან ეს იყო ესეთი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მომენტი შემდეგ აქ ლილოშიც აფეთქდი ესეც ამასაც ვანახებთ იმას რა ქვია მაყურებელს მაგრამ ლილოში აფეთქება ესეთი არ იყო აქ ნუ კარგად აყირავდი და ხო ანუ აფეთქება ლილოს აფეთქება უფრო მძლავრი იყო მძლავრი აფეთქება იყო მაგრამ ეს ფერვერკი იყო ესეთი ეს უფრო მაგარი კადრი იყო ხო ნუ ამ ახე როგორ არის უკვე მივეჩვიე მაგასაც როგორც გითხარი ანუ გამართლებასაც ეჩვევი მე ალბათ და ამ რაღაცებსაც ეჩვევი და ბუნებრივი მოქმედებები მაქვს ხოლმე და ანუ თავიდან მსგავსი რაღაცები როცა ხდებოდა მაინც კიდე რაღაცა სტრესული იყო რა და ეხლა ყოველთვის პირველივე წამს ვფიქრობ და ვცდილობ რომ ჩემს ირგვლივ ადამიანები ვისაც გული შესტკივა ნუ ოჯახსევრები იქნება მეგობრები თუ უბრალოდ ჩემი გულშემატკივრები მათზე ვზრუნავ პირველივე წამიდან და ყოველთვის თუ დააკვირდები ვერასდროს ვერ ნახავ რომ მე პანიკაში ვიყო ყოველთვის ძალიან მშვიდად გამოდივარ რომ ვაჩვენო რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის ანუ გამოდივარ გავიფერთხავ ჩემთვის ეს მშვიდად ვარ და თან იმასაც ისე მიეჩვია მსგავს რაღაცებს რა ანუ გონება როცა რაღაცა ხდება მყისიერადვე წამიერად აი ბოლო აფეთქება რო იყო მაგალითად ლილოს აფეთქება ხო ანუ მაყურებლისკენ მიდიოდა მანქანა შეაფეთქებული და შინ პირველად ვიფიქრე ის იყო რომ მაყურებლისკენ არა მოვაბრუნე ყველაზე უსაფრთხო ადგილისკენ ანუ შემეძლო ეგრევე დავამხუჭებდი რაღაცა გადმოხტარიყავი რაღაცები მექნა რა მაგრამ არ ვქენი ესეთ გამოვწიე ყველას მოგვარიდე ყველაფერზე ყველაზე უსაფრთხო ადგილას გადმოვედი მე ეს დამაჯერებლად რომ ენახათ რომ ლილოს აფეთქების მერე გადავიდეთ ლილოზე თავად რამდენიმე წლის წინ რომ მითხარი მოხვედი მახსოვს და მეუბნები რომ ავტოდრომი უნდა ავაშენო და ნუ მივხვდი რომ ეს მოხდებოდა მაგრამ მეორე მხარე მეუბნებოდა ტვინის რომ ბევრ მილიონზე არის საუბარი და როგორ უნდა ააშენო ნუ ამას არ გეტყოდი რა თქმა უნდა არ გაგიტეხავდი გულს მე ჯერა შენი ყველა ავანტიურის და მე ალბათ ცოტა ადამიანთაგანი ვარ შენ ცხოვრებაში ვისაც მაგრად მჯერა რომ რასაც ჩაიფიქრებ გააკეთებ და მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული და ჩემდა გასაოცრადაც კი ეს გააკეთე და ეს შექმენი აი ძალიან მოკლედ მითხარი რას ემსახურებოდა აი რატო გინდოდა რუსთავში არის ავტოდრომი აი რატო გინდოდა რომ კიდევ ერთი ადგილი გაჩენილიყო თბილისში ასეთი და ძალიან მაგარი ადგილი მრავალმილიონიანი ადამიანმა რომელსაც არაფერი არ ქონდა არც მიწა ჰქონდა არც ამის ფინანსური საშუალება ჰქონდა უბრალოდ იყო მაგარი იდეა და მონდომე ხო ახსნი ჯერ ერთი იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ისეთი ადამიანები როგორიც მე ვარ ხო არიან ადამიანები რომელსაც ესეთი არასდროს არ მოასვენებს ანუ იმას ვისაც უყვარს მანქანის მართვა აგრესიული მართვა ანუ ეს სპორტი იქნება თუ სპორტის გარეშე თუნდაც უბრალოდ აგრესიული მართვა ეს ადამიანები ამას მაინც გააკეთებენ ამიტომ რაც მეტი სივრცე იქნება მსგავსი სამიზნეს სივრცეები რა რომ იქ დახარჯონ ეს ყველაფერი იმიტომ რომ მე თვითონ ხო ვიცი რა გზა გამოვიარე ეს გზა არასწორი გზა არის თავიდან ბოლომდე ანუ სწორი გზა მინდოდა რომ მიმეცა ამ ყველაფრისთვის და მიუხედავად იმისა რომ ძალიან უტოპიურად გამოიყურებოდა ჩემთვისაც კი რომ როგორ შეიძლება ქნა არც ფული გაქვს არც არაფერი არ გაქვს რა როგორ შეიძლება რომ ეს ქართველი ელონ მასკივით მოიქეცი რა აი SpaceX-ი და მე მარსზე მინდა წავი დაახლოებით რო ესე ავწონოთ ხო გადაჭარბების გარეშე ვამბობ რა ეხლა ელონ მასკის ფინანსური შესაძლებლობები და ქვეყანა და შენი ფინანსური შესაძლებლობები და ქვეყანა დაახლოებით ეკვივალენტური გიჟური იდეა იყო რა ხო და ნუ ამ იდეით მუხტავდი ყველას და ყველაფერს ირგვლივ და ანუ რა თქმა უნდა ყველა მაინც უყურებდა რა ხო ხედავ ანუ შენ ადამიანი რომელიცაც გაქვს ის
რომ დაიჭირო რაღაცა იდეას, რომ რაღაცა შეიძლება სოცხლის სიზღუნარი კონდეს, ხო მაინც კოსნობიაში ძალიან ისე ფიქრობდი რომ აი როგორ, კი მაგრამ როგორ ხო არის მეორე მხარე. თუმცა ვიცოდი რომ გააკეთებდი. ეგ ნაღდათ იყო. ხო, ანუ იმის ხალხს მიეკუთვნებოდი, ვინც იცოდა რომ მაინც უგუროს გავაკეთებდი, ანუ ძალიან ისეთი ერთხელი მეყოფა ჩამოსასვლელად, ვინც იცოდა რომ მაინც გავაკეთებდი ამას და ანუ ყველა რესურსი გამოვიყენე, რაც კი შეიძლებოდა, მქონოდა როგორც პირადი, ასევე სანაცნობოს და ყველა რესურსი აბსოლუტურად, რომ როგორ ხასის გამეკეთებინა. მაშინ იყო ესეთი პროექტი, ანუ შენი იდეა ქალაქის მერს ესეთი პროექტი იყო, სადაც განაცხადს აკეთებდი და თუ 2500 მხარდამჭერი ეყოლებოდა ამ შენს იდეას, ხო, მაშინ იქნებოდა განხილვა. და მიხვედი 50000 მხარდამჭერით ხო? და ხო, ანუ ეგ რო გავიგერო ეგ არის, არსებობს ეგ, ანუ რაღაცა შეხვედრა იყო, ამ საგზაო უსაფრთხოების რაღაცა შეხვედრა იყო. ანუ უცხოელი სტუმრებიც იყვნენ მაშინ ჩამოსული, ქალაქის მერიც იქ იყო, მოადგილეებიც ყველა და ნუ იქ გავიგერო, ესეთი ის არსებობს რა, რა თქმა უნდა, ამ ჩემ утоპიური იდეას ყველას ვაცნობდი და ნუ ძალიან ისე ალბათ ისედაც გამოიყურებოდა, ნუ აი რა არის ფორმა, როგორ უნდა გააკეთო ეს და განაცხადი შემოიტანე, მითხრეს და თავიდან მოგიშორეს რა, დაახლოებით ეგ პონტი იყო. ალბათ არ, ხო, ნუ ორივე შეიძლება იყოს რა, ჩათვალო რა, თან კი, თან არა რა, ნუ თუ ესეთი კაია მართლა შენი იდეა, მაშინ უნდა ყავდეს მხარდამჭერები, ხო, ეს ანუ ბევრს უნდა უნდოდეს რა. და ერთი თვის ვადაშრა მომეგროვებინა და ჩემთვის ეს იმდენად სასაცილო იყო 2500 ჩემნაირი ქვია შეშლის მოძებნა არაფერი არ უნდა რეალურად რა ხო იმიტომ ბევრნი ვართ აქ რა ნებისმიერი მძღოლი რო გააჩერო ნებისმიერი მათ შორის ტაქსი მძღოლი ავტობუს მძღოლი ნებისმიერი რა დისტრიბუციის მძღოლი და რო უთხრა რომ ვინ არის ყველაზე მაგარი მძღოლი გეტყვისო თვითონ ანუ ბუნებრივად ეგეთები ვართ მანქანას თუ მართავთ ეგ გვინდა რომ თან ყველაზე მაგრებიც ვიყოთ რა და ამიტომ მეთქი რა თქმა უნდა ამას მეთქი დავთანხმდი პარასკევი იყო და ორშაბათს უკვე ამაზე მუშაობა უნდა დაგვეწყო ესე რაღაცა ჯგუფურად მაგრამ ორშაბათს 2500 ხმა უკვე ოფიციალურად დარეგისტრებული თავის პირადობის ნომრებით ყველაფერი უკვე იყო ატვირთული და ნუ შესაბამისად რადგან ამ სამი დღის უქმეებზე ვინ იყო მერი მაშინ კალაზე და ანუ კალაძესთან გაუკვირდებოდათ ეგ ორ დღეში რაღაცა, მაგრამ კარგია. ხო, მაგრამ ნუ კარგია რომ მაშინ ანუ ამ იდეას მე ხორცით შეასხა, ნუ ითქვას რა, ეს ყველაფერი რომ არავის არ გადაუხოვია გზიდან, ანუ როგორც ითქვას იყო განაცხადი, ანუ მიწა იქნა გამოყოფილი, ფედერაციაზე იყო ეს მიწა საავტომობილოზე, ეხლა სამ შემთხვევაში ოფიციალურად ფედერაციის საკუთრებაშია ეს მიწა, რომელიც მაგრამ ფედერაციას არ ქონდა ფული, ანუ როგორ გააკეთებდა ფედერაცია თუ ფული არ იქნებოდა, ანუ ფული იყოს მოსაძიებელი უკვე კერძო ინვესტორებიდან ან ამიტომ 99 წლით აღნაგობის უფლებით ფედერაციისგან ავიღე, ანუ რა თქმა უნდა მთელი გამგეობის და ყველას გადაწყვეტილებით რომ ამას პირადად მე გავაკეთებდი, ანუ ბოლომდე მე ჩამომეკი და თავიდან რა თქმა უნდა ბოლომდე რომ ეს უნდა გამეკეთებინა და დავიწყე ინვესტორების მოძებნა, მაშინ ცუდი პერიოდი დაემთხვა, ანუ იყო ჩამოვიყვანე პოლონეთიდან ერთი ინვესტორი, რომელიც საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა, მაგრამ ყველაზე გაგანია პანდემიის დროს აღმოჩნდა რომ იქ რაღაც ოჯახის წევრს კოვიდი ჰქონდათ, ან მაშინ კოვიდი ჰქონდა წარმოიდგინე, უცებ უკან ისევ ჩავსხით თვითმფრინავში და უკან გავაგზავნეთ, მოკლედ არ გამოვიდა ეს ინვესტორების რაღაცების ამბავიც და ბოლოს მეთქი რა ან ბანკებთან მივიტანე ეს პროექტი რომ აი ესე არის უკვე ეს არის ვინც წამოვიდა утоპიურ იდეაზე ეს იყო ხალიქ ბანკი ანუ ხალიქ ბანკმა თქვა რომ ნუ კაი მოგცემ ცესხს რა და ნუ გააკეთე რა ალბათ გააკეთებ ანუ უბრალოდ ჩემს ფიზიკურად ჩემზე აეწყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუ რაღაცა რას იზამდა რომ ამ ბანკი ამ წამოწყებული პროექტით დაუშვა და ვერც ვერაფერს. დიდ რისკზე წამოვიდა შენი პიროვნებიდან გამომდინარე. კი, ანუ ეგ იყო და რა ხალიქ ბანკსაც გაუკეთოთ რეკლამა. კი, ნუ რაც დასაფასებელი რა. და აი ეს თბილისის მერიასაც და მერსაც რომ ეს მიწა გადმოგცათ კარგი საქმე გაუკეთებია. როგორც ხო სხვანაირად ვერ გამოვიდოდა ეს ყველაფერი, ხო, ანუ ყველა ადამიანი ვინც სამაში წული მიიღო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი ჰქონდა ამ ყველაფერში. ანუ იმაში, რასაც მე ბავშვობაში სიზმარში ხედავდი, ანუ ამას ყველაფერს როგორც არის,
მე დაპროექტებული როგორც აი არის რა. დიდი სიზმარი ქონია, კი, ეს რამდენიმე არის- ჰექტრიანი. კი, ეს არის ზუსტად აი როცა არ უნდა გაგეღვიძებინე, აი მას დაგიხაზავდი რა და ეს თან არქიტექტორებმა მე ძალიან დიდი შრომა გაწიეს არქიტექტორებმა გზა რო გააკეთეს, ოღონდ აქ მოვედი, ეს გზა დავხაზე, ეს ლენტებით და აი ეს ახლა მიქციეთ მეთქი პროექტად, იმიტომ რომ ჩემს თავში ზუსტად იყო როგორი უნდა ყოფილიყო ეს რა, ანუ ეს ფურცელზე მაგ მილიარდჯერ დახატული სკოლის სახში. ეხლა შენ ვერ გაგაჩერებ ამაზე ლილოზე საუბრით, შეიძლება დღეები დაგვრჩირდეს ამაზე საუბროთ. მე მინდა რომ ხო გადავიდეთ, დაუბრუნდეთ პროფესიას. რამდენიმე აფეთქება ვახსენეთ, რამდენიმე ძალიან სერიოზული ისეთი ექსტრემალური მომენტი, რასაც შეიძლება შენი სიცოცხლე წაეღო და ახალგაზრდებს რას ურჩევ? ანუ ძალიან რთულია ამ პროფესიაში ურჩიო, რომ გახდი მრბოლელი. და შენ გაქვს სკოლაც გაქვს, ახლა დაიწყე ახალგაზრდა მრბოლელებისთვის რაღაცა მიცემა ამ შესაძლებლობის კარტინგის პირდაპირ ესე ქვია გახდი მრბოლელი. გახდი მრბოლელი. ანუ ასეთი საშიშია და მაინც მოუწოდებ რომ გახდნენ მრბოლელები. რას ერჩი ამ ბავშვებს, რა გინდა? აი კითხვა, ნახე, პირიქით, რას ვერჩი არ. თუ გაცილებით მეტი არის კი, ან თანამედროვე ავტოსპორტში რისკი ძალიან დაიწია უკვე რისკმა. ანუ ეს ამ ხელა რისკი აღარ არის და თუნდაც ეგ აფეთქებები და რაღაცეების ფაქტი ის არის, რომ აგერ სახსალამათი გესაუბრები, ხო? ანუ იმიტომ რომ ის ფორმა რაც გვაცვია, ცეცხლგამძლე, ის აღჭურვილობა რაც გვაქვს, რომ დაგვიცვას, ის ეს ყველაფერი გაცილებით ეფექტურად გამოიყურება გარედან ეს ამბები, ვიდრე რეალურად შიგნით არის. რატო გადმოვდივარ ხოლმე ესე მშვიდად მეც ავტომობილიდან, იმიტომ რომ კარგად ხარ დაცული თანამედროვე სპორტულ ავტომობილებში. მაგრამ ვერაფრით ვერ იქნები ეგრე დაცული საყოფად ცხოვრებულ გარემოში, როცა რაღაცა რისკს აკეთებ, როცა რაღაცას აკეთებ და თან ამ რაღაცას აკეთებენ, იმიტომ რომ მეც ესე ვაკეთებდი, იქ სწავლობ. არ გაუკეთებია ჯერ, არც უცდია, არც იცის რა შეიძლება მოყვეს, მაგრამ მანერს აკეთებს ისეც რაც სიტუაცია მოიტანა. ამიტომ გარწმუნებ რომ გაცილებით დიდი რისკია ეს სადღაც ანუ არა ნუ ქუჩა რომ გაცილებით დიდი რისკია გავიგე, მაგრამ პროფესიულ დონეზე ვამბობ, აი ეს ბავშვები, ანუ დაცულია, ეხლა თანამედროვე მანქანები, რასაც ამბობ და მაგრამ რისკი არის, მაგრამ არის. კი, გაცილებით ნაკლებია ეს რისკი, ვიდრე ის თუ ეს სურვილი აქვს მას, ხო, ამას გამოვლინება სადღაც მაინც იპოვის. რისკი ყველა სპორტის სახეობაში არის. ნუ ჭადრაკშიც ხო ეს დაიხარო და თვალი არა მარტო სპორტში, არამედ ანუ ყოველდღიურობაშიც ძალიან დიდი რისკია, შეიძლება საერთოდ ტროტუარზე იდგე და იგი პოღოს განგებამ რა, ანუ რისკი ყველგან არის. ველოდ რისკები გასაგებია და ყველაზე ნათელია ეს რისკების ქონა ამ სპორტის ამ სახეობაში და ამ პროფესიაში. მე მინდა ვისაუბროთ მიღწევებზე, ხო? აი წარმატებული ავტომრბოლელის ტიტულის მოპოვების შემთხვევაში. რას იღებ? გარდა იმისა, რომ ეს არის რაღაც დიდი ემოცია, გარდა იმისა, რომ ეს არის რაღაც დიდი სიხარული, პედესტალზე დგომა და შენი ქვეყნის ჰიმნის მოსმენა და დროშის აფრიალება და ხელში თასის აღება. გარდა ამისა, ფინანსური თვალსაზრისით, სად არის დღეს ავტოსპორტი, რას უნდა ელოდონ ეს ბავშვები? რა მოლოდინები უნდა ქონდეთ ამ ბავშვებს წარმატების მიღწევის შემთხვევაში? კარგი კითხვა, იმიტომ რომ სრულად ლეგიტიმურითა რა, იმიტომ რომ ნებისმიერ წარმატებას რაღაცა ფინანსური ზურგი უნდა ქონდეს ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ მაინც მიხვალ იქამდე რომ როგორღაც უნდა მოახერხო საკუთარი თავის და ოჯახის შენახვა და ასე შემდეგ. ანუ უბრალოდ რომ ემოციაზე იყოს აწყობილი ყველაფერი ძალიან რთულია, თუმცა ერთ-ერთი მიმართულება ავტოსპორტის რა, ესეც არის რა, რომ შენ ხარ ფინანსურად გაქვს იმის ზურგი, რომ საკუთარ თავს უფლება მისცე, რომ ეს ემოციებიც მიიღო. ანუ ეს მხარეც აქვს, ანუ რამოდენიმე ნაწილად არის ავტოსპორტი დაყოფილი და რა თქმა უნდა, ახლა პროფესიულს მივადგეთ, ანუ თუ შენ ხარ უკვე წარმატებული მრბოლელი, ანუ წარმატებული სპორტსმენი, მოდი ესე ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ საკუთარი თავის გაყიდვა შეგიძლია, ანუ სპონსორინგის მიმართულებით, შემდეგ პროფესიული მიმართულებით და ახსნი ახლა მაგას რაც გულისხმობ და ასევე იგივე ტელე, ვიდეო, აუდიო, რადიო, ასე შემდეგ, ანუ ბევრი სხვა მიმართულებით, იმიტომ რომ
შენ ამ საქმეში, რასაც ავტომობილი ქვია და ავტომობილი ყავს თუ ყველას არა ძალიან დიდ ნაწილს მოსახლეობის, ხო? გაქვს უკვე დამაჯერებლობა, ანუ შენი კოეფიციენტი დამაჯერებლობის არის ძალიან მაღალი, რაც ძალიან ჭირდება იგივე ავტომობილები იქნება თუ რიტეილის ავტონაწილების მხარე იქნება თუ ახალი ცენტრები იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და სადაც ახდენ რეალიზაციას სხვადასხვა პოდკასტების სახით იქნება თუ სატელევიზიო ჩართვებით იქნება თუ უბრალოდ ამ კონკრეტული ბრენდების სახე იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მთავარი ფინანსური მხარე წარმატებული სპორტსმენის შემთხვევაში სწორედ ეს არის და ამისი არაერთი მაგალითია ის სპორტსმენები ვინც არიან წარმატებულები ავტოსპორტში, მათ რა თქმა უნდა ყავთ სპონსორები და რა თქმა უნდა ისინი არიან ფინანსურადაც. რას გამოიმუშავებს დაახლოებით წარმატებული ქართველი მრბოლელი აი წლის განმავლობაში? დაახლოებითი თანხა რა არის და არის თუ არა საკმარისი ეს ჯერ ერთი რომ შეინახოს თავის ავტომობილი და დარჩეს სპორტში. იმიტომ რომ საკმაოდ ძვირიანი სპორტია. კი, რთულია. ქართული რეალობა ღარიბია მაინც და თან ეს მარკეტინგული მიმართულებებიც არ არის აგებული ესეთ პრესტიჟებზე და ასე შემდეგ. ანუ ეხლა იძენს ფორმებს, იმიტომ რომ წარმოიდგინე საერთოდ ჯერ სუსტი ვარ ზოგადად ამ მიმართულებით რა. დღემდე საქართველოში პიარის და მარკეტინგის ერთმანეთსგან გაყოფაც კი არ წარმოუდგენიათ, ანუ ეს ერთი მთლიანად მოიაზრება ხოლმე რა ორი სხვადასხვა დარგი აბსოლუტურად. მე ამის უმეტეს შემთხვევაში არის ხოლმე კომპანიებში, ანუ ამ მიმართულებას ჩემი შვილი ან ბიძაშვილი ან ვიღაცა მიხედავს, არის გონიათ რომ ეს რაღაც დამატებითი ხურცმეტია თუ რაღაც ესეთი, რაც საჭიროა, მაგრამ ისი არა რა, რაღაც მირეკე, რაც ეხლა იძენს ფორმებს, როგორც გეუბნები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომუნიკაცია მაქვს ამ მიმართულებით, იმიტომ ჩემი ერთ-ერთი მხარე არის რომ ეს პროდუქტები, რომელსაც ვქმნით აქ რა, მივცეთ ესეთი ფორმა, რომ გაყიდვადი იყოს, ანუ უღირდეს იმ კონკრეტულ კომპანიას, ხო, სხვა სპორტსმენი ხო უნდა უღირდეს, რატო უნდა უღირდეს ჩვენს ამ პროდუქტს ვქმნით, რატო უღირს რა? რა არის ანუ ბექგრაუნდი, რა წვდომა ექნება მე იმ ინფორმაციას, რომელსაც ამ ხაზით გასცემს და ასე შემდეგ, მაგრამ რთულია ხოლმე თუ ან მეორე მხარეც არ არის ესე აწყობილი, რა თქმა უნდა ძალიან რთულია. ამიტომ ზოგადად ქართულ რეალობაში ერთი რომ ფინანსურად არ არის ესეთი ძლიერი კომპანიები, რომ ეს მიმართულების დაფინანსება უღირდეს, როგორც ავტოსპორტია, ძალიან ძვირი ავტოსპორტი და მეორე როგორც გითხარი, ანუ მუშაობის ეს პრინციპი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ ფაქტია რომ იზრდება მაინც ეს მიმართულებაც, ანუ მოთხოვნა გინდა არ გინდა იზრდება, იმიტომ რომ როგორც კი მიადგება კონკრეტული პროდუქტის წარმოჩენას კონკრეტული კომპანია, ხვდება რომ ამისთვის რაღაც არის საჭირო და ანუ ეს რაღაც ან ვიღაც და ამ შემთხვევაში არის ხოლმე როცა სპორტსმენებს ესე აი ვაძლევთ ფორმას და ვიტყვი, ანუ ფინანსური მხარე გაინტერესებს რა თქმა უნდა. ანუ წარმატებულ სპორტსმენს ვერ ვიტყვი რომ რაღაც შეიძლება საზღვარგარეთ რაღაცა ლეგენდებს ასე შემდეგ, მაგრამ დაახლოებით 200,000 ლარიანი შემოსავალი შეიძლება ქონდეს საქართველოში. რაც არ არის ცუდი. ხო, რაც რა თქმა უნდა არ არის ცუდი. არ არის ცუდი. შენი სპონსორები ვინ არიან, შეგიძლია ახსენო და გადაუხადო მადლობა თუ აქვთ მადლობა გადასახდელი. მე არ გართმევ ამაში არც ფულს და მე პირიქით პროფესიონალებს მომავალში ჩემს პოდკასტში გაძლევთ საშუალებას, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს ჩვენი პოდკასტის ეთერი იმისთვის, რომ ბენეფიტი ქონდეთ თქვენ სპონსორებსაც და შეგიძლია ახსენო ისინი. ხო, ანუ თემატურად ნახე როგორ არის. ახლა მე როგორ რითიც ვარ დაკავებული ვარ იმით, რომ უკვე ჩემი მოსწავლეები, ანუ სპორტსმენები შევთავაზო და გავყიდო, ანუ მათი მენეჯერი ვარ. და გავყიდო სხვა სპონსორებზე და რასაც ჯერჯერობით წარმატებულად ვაღერღებ, მინდა ვთქვა, მაგრამ ჩამოთვალო ერთმანეთსგან კონტრასტულია ეს, ანუ ერთი მიმართო ერთი მოსწავლის სპონსორები, ამიტომ კონკურენტები არიან და თავს შეიკავეთ. კი, არ წავიდეთ, მოდი ამ მიმართულებთან ბევრია ძალიან, მინდა გითხრა და ძალიან კარგი. კარგი ძალიან. ხო, ანუ მადლობა ნებისმიერ მათგანს, ვინც გვემუშავება და კონკრეტული მიმართულებით როცა იქნება, ანუ კონკრეტულ სპორტსმენზე, კონკრეტულ შეჯიბზე, კონკრეტულ ღონისძიებაზე, ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, იქ ყველას ვახსენებ თავის კონტექსტში, როგორც იქნება. ძალიან კარგი. ეხლა მითხარი შენი
ყველაზე ესეთ მტკივნეულ თემას შევეხები ნიკუშა, რომელიც გარდაიცვალა ავტოავარიაში და ეს ტკივილი საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის და მინდა რომ ამას შევეხოთ, იმიტომ რომ განსაკუთრებული ბიჭი რო იყო ერთი და მეორე როგორი ესე ვთქვათ ბედის ირონია რომ შენ და გემართა ის რომ ნიკუშა გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევაში. რა სიტყვი ამ ახალგაზრდებს და შენგან ყველაზე ესეთი სათქმელია რა, რომლებიც ასე უდიერად იქცევიან მანქანებს და ადრეულ ასაკში იღუპავენ თავს, თუმცა ნიკუშა თავისი ბრალეულობა არ იყო ეს და ეს იყო რაღაცა უბედური შემთხვევა. ხო, ნუ ამიტომ ვამბობ ხოლმე რომ ყოველთვის ვამბობ იმას რომ შეიძლება შენ უშუალო მონაწილე არ იყო იმის რაც შენ სირგვლივ შეიქმნება, მაგრამ რაღაცა ყოველთვის შეიძლება შეიქმნას ესეთი, რომელმაც შეიძლება შენ სიცხეს იმსხვერპლოს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ყველა მხარე. ანუ არ არის მარტო ის რომ ან ტროტუარზეც რო დგახარ, კარგია რომ იცოდე, ანუ მინიმუმი მაინც ერკვეოდე რა ხდება შენ სირგვლივ, რომ განსაზღვროს შეგეძლოს კონკრეტული თუნდაც ავტომობილის ტრაექტორიის საიცავა და რა მოხდება. ანუ ნიკუშას შემთხვევაშიც ანუ ძალიან მძიმეა, თან არ წლები გადის და არ მჩატდება ეს ანუ გამოცდილება, ანუ ყველამ ალბათ ვიცით რომ ბავშვს რაღაც დაემართება ოჯახში, ძალიან მძიმეა ოჯახთან ამ თემებზე საუბარი, მაგრამ არ ვიცით რამდენად მძიმეა, როცა თვითონ არ გაქვს ეს განცდილი რა და ანუ არ მჩატდება თან წლები გადის და ვითომ წლები ყველაფერს ფარცხავს, მაგრამ ესე არ არის რა, ესეთი თემაა, რომელიც პირიქით მძიმდება, იმიტომ რომ სულ შედარებითობა მოგყავს, რომ ეხლა აი რო ყოფილიყო, ეხლა რო ესე აი რო ხედავ მithumetes ახალგაზრდები როგორ იზრდებიან, როგორები ხდებიან და ასე შემდეგ, უფრო და უფრო მძიმდება, რომ ეს რაღაცა შენ მოგაკლდა, რაც ესე უნდა ყოფილიყო რა. და ნუ აი ამ შემთხვევაში მაგრამ ნახე მაინც როგორ რაღაცა ერთი ნანობ იმას რომ ვერ მოვასწარი ნიკუშას თვითონ არ უყარდა მანქანა საერთოდ, ანუ საერთოდ მანქანის გაგონება არ უნდა და მეუბნებოდი რომ მინიმუმ სირცხვილია მანქანის მართვა ხომ უნდა იცოდე რომ ანუ ყველას რა თქმა უნდა გონია რომ შენ ძალიან კარგად იცი მანქანის მართვა რა და ხომ უნდა იცოდე და ნუ მანქანა ბუნებრივად ეტყობა რაღაც შეგრძნებებით გზნობდა რომ მანქანა არ იყო თავისი მეგობარი, იმიტომ რომ მეც რო ვიყავი საჭესთან, ხო, მაინც ანუ თუ რაღაც ტემპში მოზრაობდი, დისკომფორტს გზნობდა რა. და იმ შემთხვევაში მეგობრებმა გამოუარეს, ანუ უკან და მარჯვნივ იყო ყველაზე უსაფრთხო ადგილას წესით თავისთვის, მაგაზე უფრო უსაფრთხო ადგილი ალბათ არ იქნებოდა, მაგრამ იქ ვერ გამოავლენდა ალბათ იმ ემოციას, რომ რაღაცა არ მოსწონდა, ახალგაზრდა ბიჭები მანქანაში ჩაჯდნენ, რა თქმა უნდა, და სწორ გზაზე მიდიოდნენ თავისი აზრით და გაგებით, ვინც საჭესთან იჯდა, უსაფრთხოდ ჩქარა მიდიოდნენ, უბრალოდ უნდათ აბა რამდენ სწავალ, რაც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ სწორი გზაც არ არის უსაფრთხო. ამის რა თქმა უნდა, როცა რაღაცა არ იცი, იმის გაკეთება არ არის უსაფრთხო, მით უმეტეს როცა საჭესთან ხარ, 13 წლის ბავშვი იყო თან საჭესთან და ანუ რა თქმა მართლა დაკარგა, ანუ საგზაო შემთხვევა მოხდა და ის წინ ვინც იყვნენ წინ ორივე გადარჩა უნებელი. უკან ორივე ბავშვი დაიღუპა სამწუხაროდ ნიკუშასთან ერთად, ნიკუშას მეგობარიც და წინ ის ვინც გადარჩა, აი ეგეც ბედის ირონია, იმიტომ გადარჩა რომ ნიკუშამ უთხრა რომ ღვედები შეეკრათ მათ. ანუ წინ ორივე ღვედი ქონდა შეკრული, უკან არ ქონდათ ღვედი შეკრული, იმიტომ რომ იღებდნენ მონაცვლეობით თუ რას აკეთებდნენ და წარმოედგინე რომ ის უბედურება რაც დაემართათ, თვითონ აქვთ გადაღებული თავისი ხელით ეს თავისი უბედურება, რაც ნუ რა თქმა უნდა აი არ ვიცი რამდენად მძიმეა ეს ამის ნახვა, ალბათ არის კატასტროფა ყველა ჯერზე. დედას რა თქმა უნდა ეს ნახე არც აქვს, ვერც ნახავს ვერას დროს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს კადრი ნახო ნიშნავს რომ იქვე უნდა დაასრულო, ძალიან რთულია. ფანტაზიაში ამის გავლებაც კი ანუ ყველას ქონია ალბათ ეგ რომ აი როცა აზრი მოგივა რომ აი ბავშვს რომ დაემართოს რა და განდევნი მყისერა და ამას რა, იმიტომ რომ აზრშიც არ გინდა დაუშვა რომ ბავშვს დაემართოს და როცა უკვე ეს აზრს მიღმაც არის რა, ანუ
არ ვიცი როგორ აგიხსნათ ჯობია რომ ანუ ეს არც გაიაზროთ ისევ ესე დაივიწყოთ მაგრამ მეორე მხარეა რა რატო ვაკეთებ ახლა ამას ყველაფერსა ეს ყველაფერი მაინც საბოლოო ჯამში მასტიმულირებელი იყო იმისი რომ ეს ყველაფერი სწორად დაცულ სივრცეში და პროფესიულად მიდიოდეს რა ანუ ეს ლილო არენას პროცესების დაჩქარებაც ამისი ნაწილი იყო რა ეს ყველაფერი რომ ანუ იმ ბავშვებისთვის ვისი გადამზადებაც ვერ მოასწარია ზაფხულში მიდოდა რომ მაგის მეგობრები ნიკუშასი ვინც იქ იყვნენ და ვინც მართავდნენ ავტომობილს მომემზადებინა რომ ცოდნოდათ რასთან აქვს საქმე რა სად არის ზღვარი სად არის საფრთხე და ასე შემდეგ და საფხულამდე ვერ მივახციეთ სამწუხაროდ საფხულამდე ჯერ პატარები იყვნენ და იმიტომ არ ვჩქარობდი ამას რა რომ მეთქი მეორე მხარეც მქონდა რომ მეთქი რომ ვასწავლო რაღაცეები ეს არ გამოიყენონ პირიქით უფრო მეტად იარაღად არ გამოიყენონ და იმიტომაც წამოვიწყეთ მე ეს პროექტი გახდი მრბოლელი 14 წლის ასაკიდან უკვე რომ არა ჯობია რომ პირიქით რა პროფესიულად დაკავდნენ იმიტომ რომ იციან სად არის საზონა ან თამასა სად გადის იციან და ანუ იმ შეცდომას ესე მარტივად უკვე როგორც წესი პროფესიონალები აღარ უშვებენ ახალგაზრდებო ბიჭებო გოგოებო ვისაც გიყვართ მანქანის მართვა ვისაც გააქვთ ეს რაღაცა ჟინი რომ მაქსიმალურად სწრაფად გაიაროთ მაქსიმალურად მაგრად მოუხვიოთ მოდით ლილო არენაზე აქ დახარჯეთ ეს თქვენი ემოციები აქ და აქ მიიღეთ ეს თქვენი ადრენალინი დაანებეთ ქუჩას თავი ქუჩაში ავტომობილის არასწორად მართვა კლავს არადა შეგიძლიათ დიდხანს იცოცხლოთ დიდხანს იყოთ და ეს ემოციებიც მიიღოთ აი ამ არაჩვეულებრივ არენაზე და გააუმჯობესოთ უფრო მეტი ისწავლოთ უფრო სწრაფად შეხვიდეთ იმ მოსახვევში უფრო სწრაფი მანევრი გააკეთოთ უფრო მეტი ადრენალინი მიიღოთ და მიიღოთ ეს უსაფრთხოდ თქვენთვისაც უსაფრთხოდ და სხვისთვისაც უსაფრთხოდ ნუ მოიკლავთ თავს და ნუ მოკლავთ სხვებსაც ძალიან გთხოვთ დაუჯერეთ აგერ მეულუც მე შეიძლება არ დამეჯერება იმიტომ რომ არ ვარ პროფესიონალი ამ საკითხის მაგრამ მეულუც დაეჯერება და გთხოვთ რომ ეს გააკეთოთ ღია მეულუთ ხო თქვენი კარები ახალგაზრდებისთვის ვისაც აქვს ამისი ჟინი და სურვილი მოდიხარ და რაღაც გადასახადი იქნება ალბათ ხო რომ შემოხვიდე და მანქანით ასე ვთქვათ ირბოლო სიმბოლურია გადასახადიც ხო ანუ 50 ლარიღის მთელი დღე შემოდი და რამდენი ზგინდა ივარჯიშე ან ავარჯიშე ვინმე არ არის ძალიან მაგარია ხო ანუ ძალიან მარტივად იმიტომ არის სიმბოლური თანხა რომ აი სადღაც ქუჩაში არ ვაკეთოთ ეს რა ანუ შეგიძლია 50 ლარი აგერ 13-14 ლიტრი ბენზინის ფულია არაფერი ანუ ავტო ინდუსტრიაში არაფერი ფული არ არის და ძალიან იაფია დუბაის ავტოდრომზე 800 евро ღირს იმაზე საათი ხო საათი და თუ რაღაც ხო როგორი საათია უფრო ნაკლები კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ჩემი აზრით რა ბავშვებს ყოველთვის აქვთ მაინც ანუ დაბალასაკში არა მარტო დაბალასაკში მე ადამიანებს ზოგადად უჭირს პროფესიის არჩევა რთულია საქართველოს პროფესია აერჩიო უფრო იმას აკეთებ რაც ცხოვრება მოგიტანა რომ როგორღაც ასე დამატებითი შემოსავალი კონდეს რა მაგრამ მაინც ჩემი აზრით მე ესე ვფიქრობ რომ თუ ძალიან ჯიუტად მიდიხარ იმ გზაზე რაც შენთვის ბუნებრივია ადრე თუ მაინც გადიხარ იმ გზაზე რომ პოულობ მსგავსი რაღაც საკეთებელს ანუ ჩემს შემთხვევაში ანუ მე მეგობრები მეუბნებიან რომ ვაკეთებ იმას რაც ყველაზე უფრო მეტად მიყვარს და ეს არის თან ჩემი საქმე და ამითი ყველა იქნებოდა აბსოლუტურად ბედნიერი და ვფიქრობ რომ ხო ალბათ ეგრეც არის ანუ ჩემთვის ნაკლებად გზნობ შეიძლება ამას იმიტომ რომ ჩემთვის ბუნებრივია ყველაფერს იმას ვაკეთებ რაც მხოლოდ შინაგანად მოდის და ამან მიიღო პროფესიის მხარეც და ვფიქრობ რომ რადგან გარესამყარო ესე ჯიუტად იმეორებს ამას ჩემს ირგვლივ და რადგან მე კომფორტულად გზნობ იმ საქმეს რასაც ვაკეთებ რომ ეს სწორია ალბათ მართლაც ეს სწორია რა ანუ იმ გზით უნდა ვიაროთ რაც შინაგანად ბუნებრივად ჩვენ გვემარჯვება ანუ გვემარჯვება რაღაც წერა მოდი ვწეროთ და ადრე თუ გვიან ეს მოიტანს შედეგს ყველა შემთხვევაში გვემარჯვება რაღაც გადაღება გადავიღოთ გვემარჯვება ავტომობილის მართვა მართოთ გვემარჯვება დაკვრა დაუკრათ და ასე შემდეგ რა ანუ ჯიუტად ვაკეთოთ ერთი რაღაც კონკრეტული საქმე არ არსებობს ადრე თუ გვიან ის იქნება შედეგიანიც
ძალიან მაგარი რჩევა არის ახალგაზრდებისთვის. კი, ჯიუტად ვაკეთოთ და ვაკეთოთ ის, რაც სიამოვნებას გვანიჭებს და რაც გვაბედნიერებს. საერთოდ ჯამში, საბოლოო ჯამში ცხოვრებაც მშვენიერია, როდესაც შენ ბედნიერი ხარ იმით, რა საქმესაც ემსახურები და რა საქმესაც აკეთებ. წინა გადაცემაში ბატონი კოტე მარტელიშვილი მყავდა, ონკოქირურგი და ვერ წარმომიდგენია სხვა პროფესიაში თავიო. ეს მაბედნიერებს, რომ უყურებ ჩემს პაციენტებს, როგორ გამოჯანმრთელდებიან, როგორ გადარჩებიან და სიცოცხლეს მეორეჯერ დაიბრუნებენ. აირჩიეთ სწორი პროფესიები, არ იჩქაროთ, არ დაუჯეროთ არავის, საკუთარი თავის გარდა, თქვენ საბოლოო ჯამში თქვენ უნდა იგრძნოთ შინაგანად თავი ბედნიერად. რომ აკეთოთ ის საქმე სიყვარულით, რა საქმესაც აირჩევთ და შემდეგ ეს საყვარელი საქმე შემოსავალსაც მოგიტანთ, დარწმუნებული ვარ, ის რასაც სიყვარულით გააკეთებთ, ის აუცილებლად მოიტანს დიდ შედეგს. მადლობა მევლოდ, სტუმრობისთვის არა, მასპინძლობისთვის უпростоრად ლილო არენაზე ვართ და ეხლა წავალთ მევლოდმა უნდა გაახუროს ავტომობილი. მიყვარს ხოლმე მის მანქანაში ჩაჯდომა თქო, ნამდვილად ვერ ვიტყვი. რამდენჯერმე ბევრი ოფლი ვყვარე. ხო, ცოტა რეალობა სხვა მხრიდან. მოდი ჩვენი პოდკასტო მობილით დავდგეთ და ვინ უფრო სწრაფად გაივლის შენ ტრეკს ნახოთ. ეს უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ხლა მანერვიულო შენ მანქანაში. ხო, მე უკუსულით ვიქნებიო, მანდ მაშინ. მაგარია. ხო. შენ უკუსვლით და მე წინსვლით. წავედით. ესე იგი წავედით. მევლოც უნდა რომ მევმართო ჩვენი პოდკასტო მობილი და მან უკუსვლით მომიგოს წრეზე იმ მანქანით, რომელიც პრიზად დავაწესეთ გამომწერებისთვის. აბა ნახოთ რა გამოვა. ესე იგი უნდა მოვემზადო ეხლა მევლოდ მე და გავიხადო, ესე არ არის და ძალიან სპორტულად უნდა წავედით. უკუსულით რაღაცა ლიმიტი ხო აქვს იჩქარე, ანუ 40-ზე მეტი უკუსულით არ. ეხლა ბოლოს მეტყვი ფეხითაც გაგასწრებ. არა, უკვე ფეხით ვერ გაგასწრებ. შენი ფეხის სიგრძე და ჩემი სიგრძე მე δεν განსხვავდება. 6 ნაბიჯურა გადადგა შენ ვერ განსხვავდება. შეიძლება მარტა გამასწრო ფეხითაც. არა, მაგის შანსი არ მაქვს, ანუ ეგეთი უზრდელიც არ ვარ. მაგრამ მანქანათა შეხება, ანუ ორი და ფიშკები ვამზადებთ. 40 კმ/სთ იჩქარემდე შეუძლია უკუსულით განავითაროს ახლა იმ შენს მანქანას, რა. თუმცა არსებობენ ავტომობილები, რომელსაც უკუსულით 100-ით შეუძლია განავითაროს. ეგეთებიც არის. და ელექტრო გააკეთეს ახლა საერთოდ, რომელსაც 200 რაღაცით შეუძლია განავითაროს უკუსულით. შეარულ და რეკორდები მოიხსნა მაგის უკუსულითაც. ხო, მაგრამ რამდენი შეუძლია შენს მანქანას, რომელსაც ათამაშებ რა, განავითაროს უკუსულით, ანუ 40 მაგის ფარგლებში, შენ შეგიძლია ნებისმიერი რაღაცა ავიღოთ, შენ წინიარო, მე უკუსულით ვიარო და შევეჯიბროთ. დავაი, ეგეც მაინტერესებს. კაი. კაი. მერტო. ეგეც თუ მომიგო, ჯერ დავიწყოთ სტანდარტულად. მართლა ალბათ მართვის მოწმობა უნდა გადავაგდო, ან გადავყლაპოთ. რაღაც უნდა უკნა. ხო. ეს თან თვითონ რო ალაგებს ნახე. 1 2 3 ნახევარი. აჰა. ხო გაეტევა აქ შენი ვაგონი. აბა წავედით. ისე კაიწონა კი მაგ მარტო ლევანი არის 200 კილო და ზევიდან. ციგნები 500 კილო ციგნი დევს. პლუს ბაკური. აბა წავედით. ღმერთო შენ უშველე ჩვენ პოდკასტო მობილს ამოყირავებისგან. ჰა, რამდენია? დაღლითობს ახლა 23-0-23, ანუ დრო არის ძალიან კარგი. ანუ ამ მანქანას მეტი ამძლებდა შეუძლია რა.
მაგრამ შეტაღლითო ვიცი? აი მანქანას აქვს, სიჩქარე შეზღუდვა 40, მაგრამ 25-ით მიდის. რა, შეცას? ხო. უკუსლაზე. წავედ. ამბიციურია, ხო. ნელა ცოტა ბიჭო. ნელა მანქანას გაუფრთხილდი. ლევან მგონი ვიგებთ, ლევან. ნელა ბიჭო. რამდენი იყო? 2 წამ და 1-6. ო, ანუ ცოტათი, მაინც. ერთი წამი წავა. იყო. ყველაზე კაი რაც იყო. წავაგეთ მეგობრებო. დავმარცხოთ მელუსთან. ვაღიაროთ. ოჩაღმელ. ერთი წამის აგება რო იცოდე, სულაც არ არის, ისა ქვია, სასიცხო.